საღამოშიდობისა ეს არის ქრონიკა 8-ზე ერთად შევაჯამოთ დღის მთავარი თემები გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ძველი სცენარი ახალი ლოკაციით, ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგები კაპროვანში, ვინ აფინანსებს რევოლუციურ გეგმებს? ადიგენი ასპინძა, ნაცნობი მერები ახალი გეგმებით, რეგიონები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. ასზე მეტ სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდება. როგორია აჭარის მთავრობის საგანმანათლებლო გეგმები? ბრძოლა და გზა ბიზნესიდან პოლიტიკამდე. ლევან გაჩეჩილაძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. სტადიონები და სპორტული ინფრასტრუქტურა ჯანსაღი ცხოვრებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამის ტენდერს აცხადებს. კულინარიის ზეიმი გურიაში გემოფესტის ახალი სეზონი გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა, მას შემდეგ რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ახალი კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ გააცნო, მანამდე კი სუსის უფროსის თანამდებობა ანდრე ოხანაშვილმა დატოვა, როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო და ასევე აღნიშნა, რომ ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავეს. გიორგი აბაზაძე ჩაგვერთვება ამ თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. როგორც აღნიშნა, მთავრობის მეთაურმა დამატებითი ძალისხმევა საჭირო, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები და ამაში მამუკა მდინარაძეს, როგორც სუსის უფროს სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია. პრემიერის განცხადებით, მამუკა მდინარაძეს აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. ვიდრე პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე აცნობდა ცვლილებების შესახებ საზოგადოებას, ანდრე ოხანაშვილის განცხადება სუსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა ანდრე ოხანაშვილმა დატოვა თანამდებობა, მადლობა მას ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი უსაფრთხოების გამტკიცებას. ის დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, პროცედურა, როგორც მოგეხსენებათ, ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენას, მას შემდეგ რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას. ამ პროცედურების დაცვით და გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ ჯერდება განსაკუთრებული წარდგენა. ცალკე აღნიშნულ უბრალოდ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეუძლია სერიოზული წვლილის შეტანა. ანდრე ოხანაშვილი კი გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში საუბრობს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების ახალი გამოწვევების შესახებ, ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების ღონისძიებების რეკომენდაციებსა და აღნიშნულ სფეროებში საკუთარ გამოცდილებაზე და რომ თვითონ კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში. სურს მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლიერება სურს გამოვხადო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის. საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობებისთვის. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა.
რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სუსის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა არის შემდეგი. კანდიდატურას მთავრობა პარლამენტს წარუდგენს და მას საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. გიორგი აბაზაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნაცნობის სცენარი და უცვლელი მეთოდით რადიკალურმა აქტივისტურმა ფრთამ გადაწყვიტა, რომ გამეორება ცოდნის დედა და უკვე აპრობირებული რევოლუციური მექანიზმის გახსენება ისევ ტრენინგების მეშვეობით დაგეგმა. ამ ეგრეთ წოდებული სწავლება სემინარის მონაწილეები ამჯერად ძრახვებსა და მიზნებზე ღიად და დაუფარავად საუბრობენ. აქტივისტების მცდელობასა და მონდომებას იწონებს ნაციონალური მოძრაობა. ხელისუფლება კი ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ კანონის მიღმა გასვლას სათანადო რეაგირება მოხდება. ამ სცენარით მოქმედი გმირების ვინაობა ცნობილია, უცნობია ჯერჯერობით თუ ვინ უკვეთავს მუსიკას, ანუ ვინ აფინანსებს ამ ყოველებას. კივი კუჭავა გვამბობს ნაცნობი ტრენინგების ახალ სეზიაზე. ანტისახელმწიფოებრივი იდეით ჩანიშნული ტრენინგი კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს გუშინ საღამოს ამ შეკრებით დაიწყო. ვითარება ადგილზე არც დილით შეცვლილა, თუმცა მალევე შეინიშნა მზადება იმ მიზნის გარშემო, რომელსაც არც ორგანიზატორები და არც ამ ტრენინგის მონაწილეები მალავენ. რას გეგმავთ, ბატონო გიორგი? თეორიულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკაში მალევე გურიაში დაგეგმილ აქციაზე გამოცდიან. გაცხადებულ სურვილს თან ახლავს წინასწარ გაწერილი გეგმა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაიცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვასა და სამხედრო ალყებს. პრინციპში ყველაფერს, რაც პროცესების რადიკალიზაციასა და დესტაბილიზაციას სჭირდება. ღონისძიებას მოძრაობა ერთობა მართავს. ტრენინგის მთავარი ინსტრუქტორები კი მოძრაობა ფარის წევრები არიან. ამ ორგანიზაციის მიზანია ჩამოაყალიბოს ათეულების ლიდერები საპროტესტო აქციებისთვის. საკუთარ მიზნებზე იმედის კამერის წინაც საუბრობენ. აქციისთვის ებზადები, გაზეთები გვაქვს ჩამოტანილი, უნდა დავარიგოთ. ჩვენი გუნდის შიდა გაძლიერებაც მიმდინარეობს, იმიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინქრონში მოქმედება როგორ არის, ერთად ყოფნა რა არის ზოგადად. ქართული ოცნების მთელ რეჟიმს თავიდან ბოლომდე უნდა ეშინოდეს, ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ. პროცესების რადიკალიზაციისთვის ახალგაზრდების წინასწარ გადამზადებაზე საკუთარ კმაყოფილებას ვერ მალავენ ნაციონალურ მოძრაობაში, ანუ იქ, სადაც ხელისუფლების ცვლილების ნებისმიერ გზებს განიხილავენ, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდების გამოყენებასაც. ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით დემოკრატიული ფორმების გაზიარება შეიძლება ხდებოდეს და ეს ბუნებრივი საკითხი არის. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები კანონმდებლობის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. დეპუტატებისთვის ახლა საინტერესო არა ამ ტრენინგების ორგანიზატორების ვინაობაა, არამედ მათი, ვინც ამ შეხვედრებს აფინანსებს. არის ანტისახელმწიფოებრივი, ისინი საკუთარ მიზნებს ცხადია ვერ მიაღწევენ და ყველა ის რესურსი, რომლითაც ესენი სარგებლობენ, რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, შემოსული ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუ კი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ბუნებრივია, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ის კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური და მკაცრი, სამართლიანი ყველა ასეთი გამოვლენების მიმართ. მხოლოდ კაპროვანში, მათ შორის სხვა ქვეყანაშიც გაიმართა ტრენინგები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სამწუხაროა რადიკალური ოპოზიცია უარს არ ამბობს საკუთარ გეგმაზე, ხელისუფლების ცვლილება მოხდეს არეულობით და დესტაბილიზაციით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გეგმა არსებობს, რა თქმა უნდა, ვერც ქართული სახელმწიფო და ქართული ხალხი ასეთი გეგმის განხორციელებას ხელს არ შეუწყობს და ყველაზე მთავარია, რომ სახელმწიფო უნდა იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ტრენინგი, ნებისმიერი შეხვედრა თუ ის ემსახურება არეულობის და დესტაბილიზაციის ცელობა საქართველოში, რა თქმა უნდა, იმოქმედოს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ისინი მე მოქმედებაზე გადავლენ, ის იქნება განსაცელამდეგო და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. მაგრამ აქ მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც აფინანსებენ ამას და ვინც უბიძგებენ ამ ახალგაზრდებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენისათვის. მერე თვითონ გვერდზე გადგებიან მათი უმეტესი ნაწილი და ეს ახალგაზრდები კიდე ძალიან დიდ პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩნდებიან კანონის წინაშე. და მათი დაფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ. ძალიან ფრთხილად იყვნენ
ყველა იქნება იდენტიფიცირებული და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ არიოს ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა იქნება იდენტიფიცირებული და დაიჯება კანონის უმკაცრესი ფორმით. ქართულ ხალხს ასეთი არაერთი ტრენინგი ახსოვს. ახსოვთ მოვლენებიც, რომლებიც შემდგომ ასეთ სწავლებას მოყვება. წინასწარ დაპროგრამებული ახალგაზრდები ყველა ჯერზე ერთი სცენარით მოქმედებენ. მიზანი ტრადიციულად ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებაა. ბრძოლა დემოკრატიის საფარქვეშ ყოველთვის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებამდე დადის. კანონის წინაშე კი რჩება მხოლოდ დავალების შემსრულებელი, რომელიც რადიკალებისთვის საინტერესო მხოლოდ იქამდეა, სანამ დაკვეთას ასრულებს. ამასობაში კი რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება გრძელდება. ამჯერად ჩვენს ობიექტივში ადიგენი და ასპინძა მოხვდა. ადიგენელებისთვის ახალი მერობის კანდიდატი კარგად ნაცნობი მერია, იგივე სურათი ასპინძაშიც თითოეულ რეგიონს ნაცნობი გამოწვევა და დიდი ინფრასტრუქტურული გეგმები აქვს. ქრონიკა მერობის კანდიდატებს შეხვდა. ადიგენის მოქმედი მერის წინასაარჩევნო კამპანია ჩვეული სამუშაო დღისგან არ განსხვავდება. მერობის 4 წლის განმავლობაში გოჩა ქიმაძის ყოველი შაბათკვირა მოსახლეობასთან შეხვედრით იწყება. ასეა დღესაც. სწორედ ამიტომ ადგილობრივებისთვის უცხო არა, როცა მერი მათთან დაუგეგმავად მიდის და მუნიციპალიტეტის განვითარების გზებს განიხილავს. დაიარება ყოველ შაბათკვირას და გვეკითხება ვის რა უჭირს, ვის რა უხენს, შეძლების მიხედვით აკეთებს ყველაფერს. ყოველდღურად ვხედავთ, რომ ჩამოდის პატრონოს სოფელ და ჩვენ ყოფილი ვარ და ამიტომ რაღაც მხარდაჭერისთვის საკმარისია ეს მეტყვი. თერს ადიგენის რაიონში ყველა შედაგზები დაიგებს. რთული რელიეფისა და ვიწრო ქუჩების მქონე სოფელ უდეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დიდი გამოწვევა იყო, თუმცა მუდმივი და ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს გამოწვევა გოჩა ქიმაძის მერობის განმავლობაში 15 განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე პროექტებად იქცა. დიდი ხნის ოცნება აგისრულა. გზა არის ყველასათვის საჭირო, რაც კეთდება ხარისხიანად პირველ რიგში და თავდაუზოგავი შრომით და სწრაფი ტემპით კეთდება. ძალიან მაღალ ტემპებში მიმდინარეობს მუშაობა, უამრავი პროექტი გვაქვს კიდე დასრულების ფაზაში და ვფიქრობთ, რომ უპრეცედენტო პროექტებს ვასრულებთ წელს ადიგენში და მომავალში კიდევ გვაქვს გეგმა 11 სკვერი, 14 მინიმოედანი, 50 კილომეტრზე მეტი გზა, ახალგაზრდული ცენტრი და სოციალური პროექტები ადიგენში. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი არჩევნებში პროექტების დიდი სიით ჩაერთო. გადავწყვიტეთ, რომ აქ გაგვეკეთებინა ახალგაზრდული ცენტრი. ახალგაზრდები ახლა იკრიბებიან, კინოჩვენებები გვაქვს მანდ, არის დღეები გამოყოფილი. ლექსის კითხვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშები მიდის. ეხლა მე ქართულ გაუცნებამ მესამედ მომცა ამის შანსი რომ ვიყო თქვენი მუნიციპალიტეტის მერი. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. ასპინძის წარმატებული მერობის 2 ვადის შემდეგ როსტომ მაგრაქველიძემ კარგად იცის რა შესთავაზოს მუნიციპალიტეტს და რა სჭირდებათ ასპინძელებს. სამომავლო გეგმებთან ერთად იმ პროექტებს განიხილავენ, რომელიც სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა. ჩემი მერობის პერიოდში ჯანდაცვის თვითონ კონკრეტულად ბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ 20 ჯერ და მან 25 წლის განმავლობაში მიაღწია 2025 წლის განმავლობაში მიაღწია დაახლოებით $1 მილიონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბევრი გახანგრძლივებული ჯანმრთელობა, ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე. საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად ასპინძაში. ჯანდაცვის პროგრამასაც შეეხება ჩემმა ოჯახის წევრმა ისარგებლა და საკმაოდ დიდი შეღავათი იყო ჩვენი ოჯახისთვის. ყველანაირად ხელის შეწყობა ქონდა თითოეული პიროვნების თითოეული ოჯახისათვის თუ რამის განვითარება სჭირდებოდა ოჯახს, პრობლემები არ შექმნიათ არც ერთ ოჯახს, არც ერთ პიროვნებას, თუ რამე ბიზნესისა და რამის გაკეთება უნდათ. 60 კილომეტრზე მეტი დაგებული და რეაბილიტირებული გზა. ასპინძის მუნიციპალიტეტში როსტომ მაგრაქველიძის მერობის 2 ვადა ათეულობით ქუჩის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტად და გზის ასფალტირებასთან ერთად თამდევი ინფრასტრუქტურა ეწყობა. მსხვილი პროექტები უკავშირდება საგანმანათლებლო სექტორს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციას. ასპინძის მუნიციპალიტეტში უკვე რეაბილიტირებული იქნა 5 საჯარო სკოლა. მათ შორის არის დაბა ასპინძის საჯარო სკოლა. გასულ წლებში მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია, მისი მთლიანი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით $5 მილიონამდე. ასევე პარალელურად მიმდინარეობდა სოფელ ოთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, სადაც მოწყობილი იყო სპორტული მოედნები, გამარჯვებასახებელი ცენტრები, სამკითხველო დარბაზები, ბიბლიოთეკები, კვების ობიექტები. ასპინძაში ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად არაერთი სპორტული პროექტი, მინი სტადიონი, რეკრეაციული ზონა და სკვერი გაკეთდა. ქართული ოცნების ასპინძის მერობის კანდიდატმა მართველი გუნდის და ასპინძელების ნდობა უკვე არაერთხელ გაამართლა. სწორედ ამიტომ ამჯერადაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ემზადება.
მეტი წარმატება სპორტში, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს უდრის და პირიქით. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და წარმატებული სპორტული სეზონების ხელშესაწყობად შესაბამისი გარემოს მოწყობა და ბავშვთა სპორტის განვითარება ერთ-ერთი წინაპირობა. ამიტომაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის 7 რეგიონში 23 ადგილას საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. მთავრობის სპორტულ და ინფრასტრუქტურულ გეგმებს ვაკო მეზრუნიშვილი გაგვაცნობს. საქართველოს 7 რეგიონს მალე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონები ექნება. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პროგრამა კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 23 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც ერთის მხრით ხელშეუწყობს მაღალი მიღწევებისა და მასობრივი სპორტის განვითარებას და ბავშვთა ჩათვლობას, ზუსტად ამას ეხმაურება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს 23 მუნიციპალიტეტში ახალი თანამედროვე სპორტული მოედნების მშენებლობას. ეს რა თქმა უნდა არის ნაწილი იმ გეგმებისა, რომელიც ჩვენ მთავრობას აქვს მომავალში სპორტის განვითარების კუთხით. სამთავრობო პროგრამის მიზანი ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და სასწავლო პირობების შექმნა. მთავრობის განკარგულებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ტენდერები უკვე გამოაცხადა. ყველა სტადიონი იქნება იდენტური პროექტით, თითოეულ მათგანს ექნება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ყველა ეს ინფრასტრუქტურა, რაც ესაჭიროება მოთამაშეს. ეს არ არის რიგითი ინფრასტრუქტურული ნაგებობა, ეს მოემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას მთელ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მონაწილეობა ამ ტენდერებში, რათა უზრუნველყოფთ მაქსიმალური ხარისხი და დროული მიწოდება ამ სერვისის რეგიონებში. მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ხელი შეუწყოს სპორტის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესად ჩამოყალიბებას. ამისათვის კი პირველ რიგში უნდა არსებობდეს ხელმისაწვდომი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. იგეგმება სხვადასხვა დამატებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ანალოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს არ იქნება მხოლოდ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, არამედ ეს იქნება სარაგბო ინფრასტრუქტურა ყველა იმ სპორტის სახეობაში, რომელიც აქტუალურია დღეს საქართველოში. რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის წევრებისთვის მომავლის ინვესტიცია, რაც არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ ახალგაზრდების დისციპლინირებულ და ჯანსაღ ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენ მომავალ თაობაში. ეს ერთის მხრივ ხელშეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მეორეს მხრივ ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი თაობის პოტენციალის გამოვლენას. ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კიდევ ერთი მაგალითი 2 დღის წინ გახსნილი ავაზა სტადიონია, რომლითაც საფეხბურთო სკოლები უფასოდ ისარგებლებენ. სპეციალური პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე ბავშვთა სპორტის კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობა. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარაში 100-ზე მეტ სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდება. ასევე სემესტრულად 1000 ლარიანი სტიპენდია გადაეცემა წარჩინებულ სტუდენტებს. ეს ინიციატივა აჭარის მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს თავად გააცნო. საგანმანათლებლო სიახლეების შესახებ უფრო მეტს ნინი მაისურაძე გვეტყვის. საშუალება მეძლევა, რომ პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში გავაგრძელო სწავლა ევროპის უნივერსიტეტის იადეს ფაკულტეტზე. ნინო გოგჩამაძის მსგავსად საერთაშორისო დონის წამყვან უნივერსიტეტში მიმდინარე წელს სწავლა კიდევ 100-ზე მეტ წარჩინებულ ახალგაზრდას დაუფინანსდება. სტუდენტები, რომლებმაც საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ამ შესაძლებლობის სრულად გამოყენებას და მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე საზღვარგარეთ გეკმავენ. ვფიქრობ, რომ საქართველოში და განსაკუთრებით ჩემს რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ლისაბონში 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის სწავლის დასრულების შემდგომ ჩემი მიღებული ცოდნა მაქსიმალურად მოხმარდეს საქართველოს და აჭარის რეგიონს. ერთი სრული სემესტრი გავიარეთ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში. გავიცანით სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტები, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გავცნობილიყავით საერთაშორისო საზღვაო სფეროს. მინდა ეს ჩემი მიღებული გამოცდილება და ცოდნა პირველ რიგში
მოვახმარო ჩემ პროფესიულ განვითარებას და ასევე ჩემს ქვეყანას. პროგრამა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივაა. ხელისუფლებისთვის განათლებაში ჩადებული რესურსი საქართველოს განვითარებისთვის განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც წარჩინებული ახალგაზრდების სახით ქვეყანას უკან დაუბრუნდება. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან ჩართულები შეთავაზებულ არაერთ საერთაშორისო პროექტში. შეხვედრაზე გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც უმაღლესი განათლების ხარისხს, ასევე ჩვენი ახალგაზრდებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. პროგრამის მიზანი არის ახალგაზრდების აკადემიური განვითარებისათვის ხელშეწყობა და რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს ქვეყანაში და რეგიონში ადამიანური კაპიტალი, ინტელექტუალური კაპიტალი. ახალგაზრდების ხელშეწყობა ამით არ სრულდება. წარჩინებული სტუდენტები სემესტრულად 1000 ლარიან სტიპენდიასაც მიიღებენ. ახალი ინიციატივა სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააცნო და წარმატებაც მიულოცა. სტიპენდია ახალი სასწავლო წლიდან გაიცემა. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ერთი მხრივ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, ხოლო მეორე მხრივ სტუდენტი ეზიარება საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას. საერთო ჯამში ჩვენი სტუდენტები დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას მოახმარენ სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. საგრანტო პროგრამა ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის განსავითარებლად გადადგმული მორიგი ნაბიჯია. წარჩინებული ახალგაზრდების ხელშეწყობა კი მთავრობის პრიორიტეტია. დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის მიზნით კონტროლს იწყებს და ნადირობის მსურველებს შესაბამის რეგულაციებს ახსენებს. ნადირობა იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და სხვა სახელმწიფო ტერიტორიებზე. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გახსნილია. ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების აღსაკვეთად 24 საათიან კონტროლს ახორციელებს. მოწმდება მონადირეების აღჭურვილობა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია ბრაკონიერებთან ბრძოლა. ჩვენი სამსახური 24 საათის განმავლობაში პატრულირებს მთელი რეგიონის და მთელი საქართველოს მასშტაბით და სეზონის გახსნის შემდეგ ჩვენი სამსახური უფრო გააძლიერებს კონტროლს. ნადირობის მსურველებმა ნადირობამდე უნდა გადაიხადონ გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი 10 ლარი. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერი ბანკიდან არის შესაძლებელი. ქვითარი მონადირემ გადახდიდან 1 კვირის განმავლობაში თან უნდა იქონიოს და შემოწმებისას ზედამხედველს წარუდგინოს. ვეცადოთ არ გადავაჭარბოთ ლიმინს, ყველამ ვისიამოვნოთ ნადირობით და ყველას წარმატებულ ნადირობას უსურვებ. გაიხსნა დღეს სეზონი ნადირობის გადამფრენ ფრინველზე. და ყველას უსურვებ კარგ ნადირობას. ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და სხვა სახელმწიფო ტერიტორიებზე. ნადირობისას ასევე იკრძალება თოფის, კარაბინის ან შაშხანის, ასევე ცივი სასროლი იარაღის და პნევმატური იარაღის გამოყენება. კანონდარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმები. რაც შეეხება ნადირობის წესების დარღვევაზე საჯარიმო სანქციებს, ეს იწყება 150 ლარიდან და არის 3000 ლარამდე და გარდა ჯარიმისა და გარემოზე მიყენებული ზიანისა მოპოვებული სახეობის მიხედვით, ასევე დამატებითი სახდელის სახით არის სანადირო იარაღისა და ნანადირების კონფისკაცია, ასევე არის მათ შორის ნადირობის უფლების ჩამორთმევა 1-დან 2 წლამდე, თუ ინადირა ნაკრძალში ან ისეთ დაცულ ტერიტორიაში, სადაც არ შეიძლება ნადირობა, ასეთ სიტუაციაში დგება სიცხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა. გადავხედოთ შარშანდელ სტატისტიკას, ყველაზე დიდი პროცენტული წილი არის მანუკების რაოდენობა, ეგრეთ წოდებული ელექტრონული ხმოვანი სიგნალის გამომცემი მოწყობილობების გამოყენება მონადირეების მიერ, რაც იწვევს ფრინველების მოზიდვას და მისი მეშვეობით მასობრივ მოპოვებას. ნადირობის სეზონი 2026 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. 100 ხოხობი და 100 კაკაბი ჭოპორტის ხეობაში გაუშვეს. გადაშენების პირას მყოფი ფრინველები ფონდ ქართუს ქველმოქმედებით სოფელ ჭორვილას მეფრინველეობის ფერმაში გაამრავლეს. ფრინველების გაშვების მთავარი მიზანი ბუნებაში ველური სახეობის ფაუნის აღდგენა გამრავლებაა. მოხდა ასობით კაკაბის და ხოხობის გაშვება. ერთ-ერთი ისტორიული ჭალა არის, სადაც მე მახსოვს, რომ აქ მიდიოდა ნადირობა, ბრაკონიერობა, თითქმის გადაშენების პირას იყო და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. კარგი იქნება, ხშირად ხდებოდეს მსგავსი ქველმოქმედება, გადაშენების პირას იყო ხოხობის და კაკაბის, თითქმის აღარ არსებობდა. და მადლობა, რა თქმა უნდა,
ფონდ ქართულს. ფონდი ქართულს ძალიან დიდი მოხარულები ვართ, თორე გვერდში დაგვიდგა, სოფელ ჭოპორტს მოგვიყვანეს ამდენი ხოხობი და გაგვიშვიდა. თქვენ თითეული მოსახლეობა ვალდებულად ჩავთვლით, რომ დავუდგეთ გვერდში და გამრავლობაში მივიღოთ მონაწილეობა, რომ აღარ გაწყვიტონ და ყოველთვის იქნება და ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დარჩებათ მომავალში. კულინარიული ესტაფეტა წელს გურულებმა გადაიბარეს, ჩვეული იუმორითა და სისხარტით, გურია ნაცნობით და მივიწყებული. ან სულაც ახალი კერძების გამოფენას, შეკაზვასა და გასინჯვა შეუდგა და ასე და ამგვარად გემო ფესტის ტრადიცია არ დაარღვია. კულინარიული დღესასწაული ხვალაც გაგრძელდება გურულ სუფრასაც, ისევე როგორც სხვა რეგიონებში წელსაც მუსიკალური გაფორმება ექნება. 13 გურული მზარეული შეკვეთილში ორდღიანი კულინარიული თავგადასავლის მოსაწყობად გაერთიანდა. იშვიათი და დავიწყებული რეცეპტების თანამედროვე ვარიაციები ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან. გურული სუფრის საიდუმლოებებს, მასპინძლების სტუმრებს უმხელენ. გვისპირეთში რომ მოვიდოდით ხოლმე, ბიჭები უცებ გავარდნებოდნენ და ტომრით მოიტანდნენ და ესე თუნუქზე, კოცონზე ზემოდან შევწავდით ხოლმე და მივირთმევდით და ნუ ყველა რაღაც რომ ნახე ჩამონათვალე მეთქი რა შეიძლება და უცებ გამახსენდა ეს მიდიები და მოვახვია გურული ყაბალახი ამ ჩვენს მიდიებს და გავაკეთე. მოსულ სტუმრებს ნამდვილად შეხვდებათ გურული გემოების ფეერვერკი ესე რომ ვთქვათ. მე კონკრეტულად ვამზადებ კალმახს შებოლილი კარათან ერთად, ხობოკვერას ბაჟესთან, ცხარე ნესვის სასასთან ერთად მაქვს და ბრინჯის ბურბუშელასთან ერთად. ფესტივალი მხოლოდ კერძებით არ შემოიფარგლება, კულინარიული მოგზაურობა მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული. შეკვეთილში მისული ადამიანების რაოდენობა ცხადყოფს, რომ გემოფესტის სტუმართა ინტერესის ეპიცენტრია. კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობა ამ საზღვაო პერიოდში ცოტა გაართობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დამშვენებლებს. მოგწონს ძალიან ჩვენ ვანის რაიონიდან ვართ და ვისვენებთ აქ. ძალიან მოგწონს. ყველაფერი კარგია. ისესიამოვნებოდეთ ეს წელი. გურიაში ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. გემოფესტი კი ამ ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს. სასტუმროები სრულად დატვირთულია როგორც შიდა, ისე უცხოელი სტუმრებით, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობაა. ძალიან მიხარია, რომ შიდა ტურიზმმა ცოტა ფეხი მოიკიდა, უფრო გაძლიერდა. ყავდა სხვადასხვა ქვეყნისგან ჩამოვიდა სტუმრები. ზაფხულის პერიოდში საკმაოდ დატვირთულები ვართ, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ კომფორტულ, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს, ორიენტირდებით ძირითადად ოჯახებზე. გურია წელს გემოფესტს პირველად მასპინძლობს. ფესტივალი წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. ღონისძიების მთავარი მიზანი კი რეგიონული კულინარიის პოპულარიზაცია და გურიის ტურისტული პოტენციალის გაზრდა. გემოფესტი ყოველთვის ხელს უწყობს ადგილობრივ დასაქმებას. სხვადასხვა კუთხეში გამოცდილებით ძალიან ბევრმა გემოელმა შემდეგ საკვები ობიექტი გახსნა. სწორედ ეს არის იმის მიზანი და საფუძველი, რომ სწორედ გურიაში გემოელები გაიზარდონ და შემდეგ ადგილობრივი სამასპინძლოები კულინარიული თავგადასავალი გრძელდება. გემოფესტს 29-30 აგვისტოს უკვე რაჭა მასპინძლობს. ლევან გაჩეჩილაძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად საზოგადოება მისიონის საკათედრო ტაძარში მოიყარა თავი. გარდაცვალის ხსოვნა პატივი მიაგებს პრეზიდენტმა, პრემიერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის გზა და ბრძოლა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძემ წლების განმავლობაში ბიზნესიდან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოიარა. ლევან გაჩეჩილაძის უკანასკნელი გზა სიონის საკათედრო ტაძრიდან ვაკის სასაფლაომდე. მანამდე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა სახემ მიაგო. გამოსამშვიდობებლად მივიდა პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. გაიხსენეს, რომ ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა. ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სადისტური სააკაშვილის რეჟიმი ქვია. ჩვენ გვახსოვს ის 8 წელი, რომელიც ამ ადამიანმა გაიღო აბსოლუტურად მძიმე დროს საქართველოსთვის, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა იმდროინდელი ხელისუფლების და ძალიან დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი ჭირდებოდა იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ბატონმა ლევანმა გადადგა. მე უსამძიმრებ ოჯახს, უსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ძალიან დასანანია ლევან გაჩეჩილაძის ასეთი უდროო გარდაცვალება. თქვენ გახსოვთ, თორედ ლევანი იყო ის, ვინც 2007 წელს ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს. გვახსოვს, როგორ გაიმეტეს 7
ნოემბერს ლევანიც, მისი ძმა სხვა ოპოზიციის ლიდერები, ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი გახსოვთ თქვენ და მაშინაც სააკაშვილის რეჟიმმა გააყალბა როგორც საპრეზიდენტო ასევე საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა ლევანის დამსახურება ის რომ მე 2012 წელს ქართულმა ხალხმა გაიმარჯვა ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ და ის ბრძოლა იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს დაკარგა ერთი ღირსეული მამულიშვილი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის ქვეყანაზე, თავის ხალხზე და რაც თავარია ღირსეული პოლიტიკოსი, ისეთი ადამიანი, რომელსაც თავის შეხედულება გააჩნდა, როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველო. ტრაგედია ესეთი ადამიანების ასვლა ქვეყნიდან. ადამიანები, რომლებიც ახლა ამას ვერ ხვდებიან, რა დაკარგა ლევან გაჩეჩილაძის სახით ქვეყანამ, იმაზე ხა არც მაგ საუბარი. ისტორია განშის უეჭველი გავადრო, დარწმუნებული ვარ ამაში და ისტორია თავის საქმეს ყოველთვის ითხოვს. მეგობარს სამძიმრის წერილით დაემშვიდობა ირაკლი რუხაძე. გამოსამშვიდობებელ ტექსტში თავდადებისა და შეუპოვრობის მაგალითები აქვს მოყვანილი, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ებრძოდა. ლევანის წასვლით საქართველოს ღირსეული შვიდი დაკარგა. იგი დამარცხდა უკურნებელ სენთან, დამარცხდა ხანგრძლივი თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ. ყველა ვინც ამ ბრძოლას უყურეთ, გაუცებულები ვიყავით მისი ენერგიით და შეუპოვრობით, მისი სიძლიერით ბოლო წუთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე. მხოლოდ ლევან შეეძლო ასეთი თავდადებით ებრძოლა. ებრძოლა ისე, როგორც 18 წლის წინ ებრძოდა სხვა სენს, რომელიც მაშინ ჩვენს ქვეყანას ჰქონდა მოდებული. ოღონდ მაშინ ლევანმა ისენი დაამარცხა, თუმცა გამარჯვება მას თაღლითურად წახლიდეს. 2008 წლის არჩევნების შემდეგ ბევრი ჩვენგან ისთვის ლევანი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოზე შეყვარებული მაგარი ბიჭი, რომელიც მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ გადეხა ძლიერმა და ბოროტმა ძალამ, ვერ გადეხა ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად. ზუსტად ამ სიყვარულის გამო 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ლევანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დაევიწყებინათ განსხვავებული შეხედულებები და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იმ ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ, ვინც მას პრეზიდენტობა მოპარა. აი ასეთი იყო გრეჩიხა. ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა. მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო გამსჭვალული. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში ალია. მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დაახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარსდგა. უკანასკნელისგან განსხვავებით მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა არც მოკლე იყო და არც მარტივი. ლევან გაჩეჩილაძე ის პოლიტიკოსი იყო, რომლისთვისაც პრინციპები და ეროვნული ინტერესები ყოველთვის პირადზე მაღლა იდგა. ამიტომაც საზოგადოების ცნობიერებაში ის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლად დარჩა. გაერთიანებული ოპოზიცია შეება თავის ხალხთან ერთად, სადაც მთელ საქართველოს მოუწოდებს 26 მაისს დილის 10 საათზე სპორტის სასახლესთან 21 საუკუნის დისიდენტურ მოძრაობაში გასაერთიანებლად. ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში 1999 წელს პარლამენტის წევრის სტატუსით გამოჩნდა. იყო მე-5 და მე-6 მოწვევის დეპუტატი და არჩეული იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრადაც. 2007 წლის ცნობილი საპროტესტო აქციების დროს ერთ-ერთი მთავარ ფიგურად იქცა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაჩეჩილაძე გახდა ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს პერიოდი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და კრიტიკული იყო. მიშა, მოვედით! მოვედით! ლევან გაჩეჩილაძემ როგორც ოპოზიციის ლიდერმა საკუთარ თავზე აიღო ბრძოლა პოლიტიკური ცვლილებებისთვის. მიუხედავად რთული გარემოებებისა, მას საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. ლევან გაჩეჩილაძე ბევრისთვის სამოქალაქო გამბედაობის სიმბოლოდ იქცა. მისი სახელი კი ისტორიაში დარჩება როგორც ადამიანის, რომელმაც საკუთარი პოზიციით აჩვენა, რომ პოლიტიკაში პატრიოტიზმი და ღირსება უმთავრესია. სულ ბოლოს ის საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რომელმაც საკუთარი სათქმელი საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრა და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა. ასეთი იყო მოვლენათა ქრონიკა ამ დროისთვის. გაიცანეთ ყველა სიახლეს იმედი ნიუზ ჯიზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.